რაგბი Union Libertad ჩილეში ვალპარაისოს საპატიმროში 2016 წელს დაარსებული რაგბის გუნდია, რომლის წევრებიც ამავე ციხის პატიმრები არიან. მავთუხლართებს მიღმა მოთამაშე პატიმარი სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდი. ჩილეს ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ოფიციალური რაგბის გუნდი, რომელიც პატიმრებისგან ჩამოყალიბდა. დღეს რაგბი Union Libertadis ყოველდღიურობა პროფესიული ლიგის განრიგს წააგავს. კვირაში 3 დღე მოედანზე წვრთნა, 2 დღე სპორტ დარბაზში ვარჯიში და შაბათ-კვირას მატჩები. თუმცა ეს მხოლოდ სპორტული კლუბი არ არის. იგი 2024 წლის იანვარში ოფიციალურად დარეგისტრირდა. მისიით, პატიმრების საზოგადოებაში დაბრუნებისათვის მომზადება სასჯელის მოხდის შემდეგ. ამ სპორტისთვის საჭირო ვარჯიშის ჩატარება აქ უკიდურესად რთულია, რადგან ადამიანებს ცუდად ზინავთ, არასათანადოდ იკვებებიან და მიუხედავად ამისა, მაინც აქვთ როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ძალა, რომ გადალახონ ის მრავალი სირთულე, რომელსაც რაგბი მათ წინაშე აყენებს. მათი რეინტეგრაცია დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, არა მხოლოდ ნებისყოფაზე. გარემო გისოსებს გარეთაც მნიშვნელოვანია. ხშირად ამ ადამიანებს ცვლილების სურვილი აქვთ, მაგრამ რასაც ისინი აწყდებიან, დახურული კარებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს პრობლემა, რომელსაც ჩვენ არ უნდა მიუდგეთ გულგრილად და ეს არის საზოგადოება და სტიგმა. მათ მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა. აქ ძალადობა გავრცელებულია. მისაღებია, რომ ზოგჯერ უნდა იყო უფრო აგრესიული, როცა სხვები ახდენენ ზეწოლას, მაგრამ დროთა განმავლობაში სწავლობ, როგორ მოაგვარო ეს პრობლემები. როგორც ვთქვი, იწყებ კონფლიქტებიდან დაშორებას, რომ არ გაგრძელდეს იგივე სიტუაცია. რაგბმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, განსაკუთრებით კი საკუთარი თავის კონტროლი. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. თავდაპირველად გუნდის ვარჯიშები მარტივი იყო, მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ჰქონდათ, თუმცა ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ სათანადო ხელშეწყობა მოიპოვეს და დღეს რაგბი Union Libertadi რაგბის სრულფასოვანი გუნდია. რაგბის გუნდის საპატიმროში ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია მართლა შესანიშნავი მაგალითია პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ჩვენი ადმინისტრაცია ამაყობს, რომ ეს გამოგვივიდა. დაარსების წელსვე Union Libertadმა პირველ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 2024 წელი გუნდისათვის ისტორიული აღმოჩნდა. მოთამაშეებმა ვალპარაისოს ციხე პირველად დატოვეს და სანტიაგოს ჩრდილოეთით მდებარე სხვა საპატიმროში ჩილეს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ. იმავე გუნდს, რომელიც 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ავსტრალიაში იასპარეზებს.